რას წარმოადგენს ჯანსაღი-კვება? რა მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან და უვნებელ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ჯანსაღი-კვების ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები. 4 შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. საღამოშვიდობის ეთერშია რადიო გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხზე რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ყოველ ორ შაბათს 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. აქვე ძალიან მოკლედ ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აიბ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უვნებლობის და სანიტარიის და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელი აიბ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მოკლედ ჩვენი ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე რადიო ათინათი.gr და ჩვენს Facebook გვერდზე რადიო ათინათი. რაც შეეხება ლაივის ქვეშ შეგიძლიათ დატოვოთ მოკლედ ტექსტური შეტყობინებები, მოგწეროთ თუ გაგიჩნდებათ კითხვები და ჩვენ ცხადია სტუმრებთან ერთად გაგცემთ ყველა კითხვაზე კომპეტენტურ პასუხს. რადიო ათინათი.gr ჩვენი მისამართია. ასევე შეგიძლიათ ლაივში გვისმინოთ FM-ზე 105 და 9. როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ, ეს არის ჯანსაღი კვება. რატომ არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და რა ფაქტორები განსაზღვრავენ მის მნიშვნელობას? მე ამ გადაცემის წამყვანი სოფიო ხუსიშვილი ვარ. აქვე ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა მივესალმოთ ჩვენს სტუმრებს. სტუმრები გახლავთ ჯამბულ ნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი და თეა ხარბედია, თერაპევტ კარდიოლოგი. მოგესალმებით, საღამოშვიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაცემა გველოდება. გონებ ძალიან დიდი იქნება ასევე მსმენელის ჩართულობაც. თავიდან დავიწყოთ ბატონ ჯამბულ, მოგმართავთ თქვენ დასაწყისშივე ხომ არა განმარტოთ თუ რა არის ჯანსაღი კვება? რატომაც არა. მივესალმები რადიო მსმენელს და ინტერნეტ მაყურებელს. ჩვენ როცა ერთმანეთს ვესალმებით და გვინდა კეთილი სურვილები უსურვოთ, პირველ რიგში ერთმანეთს უსურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ეს ორივე ჯანმრთელობას და ბედნიერებას პირდაპირ კავშირშია ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემასთან და თუ როგორ და რანაირად გადავეცნებით რომ ქალბატონ თეასთან ერთად გადაცემის განმავლობაში თანდათან გავშალოთ. ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, აღმოჩნდა რომ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. შემდეგ მომდევნო ადგილზე გავიდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გარემო, გენეტიკა და ბოლო ადგილზე გამოვიდა სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობა და ხარისხი. ანუ ფაქტიურად თითქმის ნახევარი მთელი ამ ჯანმრთელობის სხვადასხვა ფაქტორებიდან დამოკიდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ჯანსაღ ცხოვრების წესში უმთავრესი არის ჯანსაღი კვება და მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა. ახლა თქვენი შეკითხვა რაც დასვით მინდა დაუბრუნდე, ჯანსაღია ის კვება, რომელიც ორგანიზმს საკმარისი და საჭირო საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, არ აზიანებს მის ჯანმრთელობას, პირიქით ხელს უწყობს რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა ხანგრძლივი დროით მთელი სიცოცხლის მანძილზე. ხშირად ისმის და ზოგჯერ სპეციალისტებსაც ერევათ კვებასთან მიმართებაში სხვადასხვა ეპითეტების გამოყენება, ზედსართავი სახელების დაუშვათ, უვნებელი კვება, ჯანსაღი კვება, სათანადო კვება, ხარისხიანი კვება და მინდა რომ უკეთ გაერკვეს ჩვენი მსმენელი თუ რა ნიუანსებშია მათ შორის განსხვავება. ის საკვები, სურსათი, რომელიც არ არის დაბინძურებული ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმებით, ან ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, ან უცხო ნაწილაკებით, ესეთი სურსათი ითვლება როგორც უვნებელი სურსათი. და ადამიანს ასეთმა სურსათმა ზიანი არ უნდა მიაყენოს, რაღაც ნორმებით თუ არ არის დაშვებული, ამ ნორმაზე გადამეტება ითვლება, რომ ეს ადამიანისთვის საზიანოა. მეორე მომენტი, ეს არის სრულფასოვანი კვება. სრულფასოვანია კვება, რომელიც საკმარის ნუტრიენტს შეიცავს
ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროს და მათ პროპორციულ განაწილებას. ეს არის მაკროელემენტები და მიკროელემენტები სიღრმეში არ შევალ, მაგრამ საკვები ნივთიერებები, რაზეც მოთხოვნა აქვს ორგანიზმს და მის ფიზიოლოგიურ საჭიროებას თუ რაც წარმოადგენს, უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვანი კვების მეშვეობით. უვნებელი კვება პლუს სრულფასოვანი კვება ორივე ერთად წარმოადგენს ჯანსაღი კვების საფუძველს, მაგრამ ეს ორიც არასაკმარისია. იგივე შეიძლება გქონდეს შემთხვევა, როცა უვნებელია საკვები, მაგალითად არ შეიცავს დამბინძურებლებს. ასევე არის სრულფასოვანი, შეიცავს საკმარის ნუტრიენტებს, მაგრამ ჯანსაღი არ არის რა შემთხვევაში, თუ ეს საკვები არის სწრაფი გადამუშავებული კვების შედეგად მაღალი შემცველობა ცხიმების გარკვეული სახეობის, რასაც ტრანსცხიმები ქვია, ბევრი შაქარი, ბევრი მარილი, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვება უვნებელი და სრულფასოვანი, მაგრამ ვერ იქნება ჯანსაღი. ჯანსაღი კვება გარკვეულწილად უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უვნებელი და სრულფასოვანი კვებაა. და ხარისხიანი კვება უკვე არის ჯანსაღი კვების ის სახეობა, როცა ადამიანი აკვირდება იმ ხელა დეტალებს, რომლებიც უკავშირდება GMO-ს, ფერს და სხვადასხვა იმ სიტუაციასაც, რა პირობებში და როგორ ყიდულობდა მიირთმევ ამ ყველაფერს. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად შესარჩევია საკვები და ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, პრინციპებსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე, ქალბატონია, გადმოვალ თქვენთან კითხვით. მსმენელს ავუხსნათ დეტალებში ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სოფა თქვენ და ჩვენს მსმენელსაც მივესალმები. მე როგორც ექიმი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კვება იყოს მრავალფეროვანი და პირველ რიგში იყოს ისეთი, რომელიც შემდგომ ჯანმრთელობის მხრივ არ შექმნის პრობლემას ნებისმიერ ადამიანს. ანუ კვება უნდა იყოს დაბალანსებული, მან უნდა იყოს წარმოდგენილი თანაბარი რაღაც მეტნაკლები, თანაბარი რაოდენობით ცილებით, სწორი ცხიმები, რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლების სახეობებიდან კი უფრო რთული ნახშირწყლები, რომელიც ადვილად არ გადადიან სისხლში და არ იწვევენ შაქრის სწრაფ მატებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბოლო წლების ჩვენი კვებითი ჩვევებისგან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი რაოდენობით კვების რაციონში იყოს წარმოდგენილი უჯრედისი ბოჭკოვანი, ანუ იყოს საკმარისი რაოდენობით ისეთი ნივთიერებები, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და ჯანმრთელობას ზოგადად. აუცილებელია, რომ თვითონ ჯანსაღ კვებაში მოისაზრება ასევე სითხის გარკვეული რაოდენობა, სწორი რაოდენობა წყლის მიღების, რაც შეიძლება სწორი ტექნოლოგიით უნდა იყოს მომზადებული ჩვენი საკვები და იყოს უსაფრთხო, როგორც აღნიშნა ბატონმა ჯანულა, უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო რაღაც ინფექციური და სხვადასხვა ტოქსიკური აგენტებისგან თავისუფალი. ჩვენი კვებითი რაციონი არ უნდა შეიცავდეს ყოველდღიურად თუნდაც ალკოჰოლს, ისეთ ნივთიერებებს, რომელიც იწვევს ქრონიკულ ესეთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას და რა თქმა უნდა, თუ ეს ყველა კომპონენტი იქნება წარმოდგენილი, ჩვენი კვება მეტნაკლებად იქნება ესეთი სწორი და დაბალანსებული. ცხადია, არაჯანსაღი კვება, რომელიც ჩვევაში გადაზდის ადამიანებს და გადაგვდის შეიძლება საკუთარ მაგალითზეც რამოდენიმე, ასე ვთქვათ, გავუსვათ ხაზი და ვთქვათ, თუმცა ამჯერად სასურველია თქვენ, როგორც ექიმმა ისაუბროთ, არაჯანსაღი კვების რა ჩვევებია დღეს გავრცელებული და რა რისკები ახლავს მას რამოდენიმე გაჟღერდა კიდევაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გაქვთ ამ კუთხით სასაუბრო. სამწუხაროდ ძალიან გავრცელებული ხა ფასტ-ფუდის ეპოქაში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ბავშვები, ან თვითონ მომუშავე პერსონალი ძალიან არის დამოკიდებული ამ სწრაფი კვების ობიექტებზე და ამ საკვების ხშირი მოხმარება, ასევე გაზიანი სასმელის და განსაკუთრებით ენერგეტიკული სასმელების ხშირი მოხმარება ძალიან დიდ პრობლემას ექმნის ჯანმრთელობის მხრივ ადამიანს, განსაკუთრებით
ეს ამ ტიპის პროდუქტები შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს, ტრანსხიმებს, ანუ ძალიან მავნე ნივთიერებებს, რომელიც ყველა იწვევს მეტნაკლებად ჩვენი მეტაბოლიზმის დარღვევას და ყველასთვის ნაცნობ შაქრიან დიაბეტს. და უკვე იმდენად გაახალგაზრდა და უკვე ძალიან ახალგაზრდა ბავშვები, ანუ სკოლის პერიოდიდან უკვე იწყება ეს დარღვევები და შემდგომში ეს უკვე თუ ამას ყურადღება არ მიექცა და სათანადოდ რაღაც არ შეიცვალა ამათი კვების რაციონი, რა თქმა უნდა, ეს მერე ძალიან დიდ პრობლემას უქმნის და ახალგაზრდა ასაკში ძალიან ნაადრევი ასაკიდან იწყება მეტაბოლური დარღვევებით გამოწვეული დაავადებების ასე ვთქვათ, მანიფესტირება. სწრაფი კვების ობიექტები ისეთი, ყველაფერი ძალიან გემრიელია ეს, მაგრამ მაცდუნებელი, დიახ, მაცდუნებელია, მაგრამ ამ დროს ძალიან მავნებელია. ჩიფსები, იგივე კარტოფილი ფრი, ეს ბურგერები, შაურმა, ეს ყველაფერი არის ის პროდუქცია, რომელიც სამწუხაროდ ითვლება არაჯანსაღად და იწვევს ძალიან დიდ პრობლემას შემდგომში. ამიტომ ეს მავნეჩვევები, ამას უნდა ვებრძოლოთ, ოჯახიდან უნდა იყოს სწორად მოწოდებული, ანუ ახსნილი კარგად ბავშვებისთვისაც და თვითონ დიდებმაც უნდა მისცენ მაგალითი, რომ არ უნდა გამოიყენონ, ესეთი არ უნდა იყოს ხშირი მიღება და რაღაცნაირად. ხო, ჩვევაში არ უნდა გადაგვივიდეს, ხო. ჩვევაში და ეს არის ასევე ცხოვრების რიტმზეც არის ეს დამოკიდებული, ალბათ დამეთანხმებით ბატონ ჯამბულ თქვენც, იმიტომ რომ აი დროის სიმცირის გამო რაღაც გადარბენაზე ხარ, ერთ საქმიდან მეორე საქმეზე, სკოლა, იქ ბავშვები, იქ რა ვიცი, სამსახური და აი მაქსიმალურად ცდილობენ რომ პალურ რეჟიმში მიირთვან კიდევაც და წაიხემსონ გზად და ეს უკვე შემდეგ ჩვევაში გადადის და ცხადია, შემდეგ უკვე იწვევს არაერთ პრობლემას. ამჯერად თქვენთან გადმოვალ ბატონ ჯამბულ, კითხოთ რა ფაქტორები უწყობენ ხელს არაჯანსაღ საკვებს? თქვენ უკვე აღნიშნეთ ერთ-ერთი ფაქტორი დროის სიმცირე დღევანდელ დღეს ადამიანებს საერთოდ შეუხდება ცხოვრება, ბევრი მოვალეობები გვაქვს და ამ მოვალეობების შესრულებისას განსაკუთრებით აი ბავშვიანი ოჯახები, ბავშვები ამოკვებო, წამოიყვანო სხვადასხვა წრეებში, სექციებში და სამსახურთან ეს შეთავსებული განსაკუთრებით დიასახლისებს უქმნის სერიოზულ პრობლემას. და ადრე ქალბატონებს რომ მეტი დრო ჰქონდათ სახლში რომ ყოფილიყვნენ და ოჯახისთვის საკვები მოემზადებინათ, ამის საშუალება ხშირად არ არის და ჩანაცვლება ხდება ოჯახში დამზადებული კერძების სწრაფი კვების ობიექტებში მირთმეული კერძებით. თქვენ მოიყვანეთ დამოკიდებულება, რამდენად არის სწრაფი კვება და მე მაქვს ციფრები ამასთან დაკავშირებით. საინტერესოა ძალიან. აი ესეთი მონაცემია, რომ 32% ზრდის სიმსუქნისადმი მიდრეკილებას გადამუშავებული საკვების ხშირი მირთმევა და სიმსუქნე, რაც ჩვენ ყოფით სასაუბრო ენაში დიდ პრობლემად არ მიგვაჩნია, დაავადების დამეთანხმება ექიმი, ერთ-ერთი სერიოზული დაავადება, რომელიც შემდეგ თავის მხრივ ბევრ სხვა დაავადებას იწვევს და სოფლიოში 640 გაახალგაზრდა ბავშვებში. ხშირად შევხვდები მე სკოლაში მიმუშავია და ბავშვებს, რომლებიც არის ნორმები ფიზიკური სიმაღლის, წონის და სხვადასხვა თანაფარდობის და ჩვენი ბავშვები ხშირად ხასიათდებიან გადაჭარბებული წონით. ეს სულაც არ არის კარგი, იმიტომ რომ წონის გადაჭარბება მაშინ ხდება, როცა იმ საკვები ნივთიერებები, რომელიც მრავალფეროვანი უნდა იყოს კვება, რომელიმე ერთ-ერთი ნივთიერება დავუშვათ ნახშირწყლები, ცხიმები, უფრო მეტად მიირთმევა ბავშვის მიერ. ამ ნივთიერებებს აქტივისება, რომ სწრაფ ენერგიას აძლევენ ადამიანს, ადამიანი თითქოს კმაყოფილდება, მაგრამ სამაგიეროდ ბევრ კალორია ახლავს თან და ამ კალორიებს რო არ ხარჯავენ, ეს იწვევს იმ გარემოებას, რომ ეს სიმსუქნეში გადადის და ჭარბწონიანობაში და სერიოზული პრობლემაა. ასევე დაუშვათ შაქრიანი სასმელები, აი გაზირებული შაქრიანი სასმელები, დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია. აქ მე მაქვს მონაცემი 26%-ით ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს და დიაბეტის რაოდენობა მსოფლიოში 530 მილიონ ადამიანს აჭარბებს, 537 მილიონია ზუსტი ციფრი, ვისაც აინტერესებს დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა და ზოგადად კვებასთან დაკავშირებული რისკები, არაჯანსაღი კვება იწვევს მსოფლიოში ყოველ მეხუთე გარდაცვალებას. ეს არის სერიოზული ფაქტორი. მე თავიდან დავიწყე ჩემი საუბარი, რომ კვება უკავშირდება ჯანმრთელობას და ბედნიერებას, მაგრამ იმავე დროს ყოველ მეხუთე გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს არაჯანსაღი კვება. რაც შეეხება ბედნიერებას,
ნაწლავებში არის ბედნიერების ჰორმონის სეროტონინის 90%. და ჩვენ ხშირად ჩვენს ბედნიერ დღებს სუფრით აღნიშნავთ, ეს ავსებს ერთმანეთს და ჩვენ იმისთვის ვატარებთ ამ გადაცემათა ციკლს, რომ გვინდა კვებას ბედნიერება და ჯანმრთელობა უკავშირდებოდეს და არა დაავადებები. დიახ, ძალიან კარგად დააკავშირეთ ეს ყველაფერი ერთმანეთთან. და აქვე ზოგიერთი მშობელიც ვერაცნობიერებს, ძალიან ბედნიერია ოჯახი და მშობელი, როცა ხედავს რომ ბავშვი კარგად იკვებება, სადუს ნოყერად მიირთმევს 2-3, ასე ვთქვათ, ულუფა, კოტლეტი და დედა გახარებულია ამით და ბედნიერია, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ამან გამოიწვიოს ერთადერთი არაჯანსაღი კვება აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აისახა წონაზე, შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, იმის მაპროვოცირებელი, რომ ადამიანმა, ასე ვთქვათ, შეწყვიტოს მსგავსი ქმედება და დაიცვას ეგრეთ წოდებული დიეტა. იმიტომ რომ ზედმეტი კილოგრამები ხო, აი სხეულზე არ არის ლამაზი, ფორმაში არ ახარ, არ გერგება ის სამოსი, რომელიც ძალიან მოგწონს და ადრე გიხდებოდა და ეხლა აღარ. ამიტომ არის რაღაცები მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთადი დადებითი შეიძლება ის კონდეს, რომ აი ზოგადად გიბიძგებს იმისკენ, რომ შეეშვა ამ ყველაფერს. ამჯერად თქვენთან გადმოვალ კითხეთ, ქალბატონთია, რას ურჩევდით მსმენელებს არაჯანსაღი კვების ჩვევებთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება მისი გამოსწორება? და რა ზომები უნდა მივიღოთ? პრევენცია არსებობს? პრევენცია არსებობს, იქიდან რომ უნდა იყოს პროპაგანდა სახელმწიფოს მხრიდან. საგანმანათლებლო სკოლებში პირველ რიგში სკოლებიდან მოდის აღზრდის აი სწორი უნარების და ეს მათ შორის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს აი ესეთ ბაღებიდან, სკოლებიდან, რა თქმა უნდა ოჯახებიდანაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი საგანმანათლებლო სექტორი ჩაერთოს ამაში. აი ახლა რა ვიცი, იმდენი რაღაც საგანი ისწავლება სკოლაში და ძალიან კარგი იქნება თუ ზუსტად აი რაღაც სწორი კვების და რაღაც ესეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენ თვითონ დიეტოლოგია სკოლაში აუცილებელი აი რა არის სწორი კვების პრინციპები, როგორ იკვებონ, რა ნივთიერებები გამოიყენონ, რა შეიძლება რო კონდეთ აი სწორი რაღაცა ინფორმაცია იმაზე თუ რას მიირთმევენ და რასაც მიირთმევენ, როგორი დამაზიანებელია, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერი ბავშვები გააკეთებდნენ სწორ არჩევანს და ზუსტად აირჩევდნენ საკვებად და არ გამოიყენებდნენ იმ სწრაფი კვების პროდუქტებს, იმიტომ რომ მომავალში ეს მათაც ხო უქმნის ძალიან მნიშვნელოვან თუნდაც ისეთ ვიზუალურ პრობლემას, რაღაც კოსმეტიკურ პრობლემას, ეს ჭარბწონიანობა ყველასთვის არის საკმაოდ ისეთი არასასიამოვნო ფაქტორი, ხო? დიახ. და ამის აცდენა შესაძლებელია და ზუსტად აი პატარა ასაკიდან არის ამის პროპაგანდა, ამის ახსნა, განმარტება და გარკვეული განათლების საგანმანათლებლო ესეთი ინფორმაციის მიცემა აუცილებელია. რა თქმა უნდა, ხა როცა უკვე მოზრდილებში თვითონ შეგნებულად უნდა გააკეთონ რაღაც დასკვნები, გაიკეთონ წელიწადში ერთხელ რაღაც კვლევები და კვლევებიდანაც ჩანს ხოლმე, რომ ესა თუ ის ადამიანი როგორ იკვებება და სწორ გზაზე არის თუ არა, თუ ის მონაცემები, წნევის მონაცემები, შაქრის მონაცემები, ეს არის ის მინიმალური რაღაც ციფრები, რომელიც შენ გიჩვენებს შენი ცხოვრების განმავლობაში რამდენად სწორ გზაზე ხარ, შენი წონა, შენი წონის მასის ინდექსი, ამის დასტურია, ხარ თუ არა შენ იკვებები თუ არა შენ სწორად. დიახ, ხო, ნუ აუცილებელია ვიზიტი ექიმთან პრევენციის სახით, მაგრამ ჩვენ რატომღაც ამას არ ვაკეთებთ, სანამ ძალიან ცუდად არ გავხდებით, არ მივდივართ ექიმთან, გამოკვლევები ეს აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც, არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა გადაცემებში ამ თემაზე, მაგრამ რატომღაც ამას არ ვაკეთებთ. თორე ნამდვილად ეს შედეგი არ გვექნებოდა ეს სტატისტიკა. მიმდინარეობს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და როცა უკვე ეს აშკარებდება, უკვე საკმაოდ ესეთი შორსასული ამბები ხდება. დიახ, და ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თვალშისაცემი ხდება, ჭარბი წონა და წონის მატება. ბატონ ჯამბულ, რა უნდა გაკეთდეს ჯანსაღი კვების კულტურის დასამკვიდრებლად საქართველოში და რამდენად სწორად მივდივართ? ჭარბწონიანობაზე ბევრი ვილაპარაკე და შეიძლება რომ ისე გაიგოს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა, რომ მხოლოდ ეგ არის პრობლემა. მალნუტრიცია, რომელიც ავადმყოფობა მოიცავს როგორც ჭარბწონას, ასევე დეფიციტს კვების. როცა ზედმეტად გამოხატულისი გამხდრე, ანუ თავისებური კვება, სწრაფი გადამუშავებული საკვების ხშირი მირთმევა, ამას დამატებული გაზირებული შაქრიანი სასმელები
ხელს უწყობს ორივე მიმართულების განვითარებას, იმიტომ რომ ორგანიზმს სჭირდება სამშენებლო მასალა. სამშენებლო მასალას იქნის ცილები და როცა ორგანიზმს არ აქვს სამშენებლო მასალა საკმარისი და ეს უკავშირდება სიღარიბესაც სამწუხაროდ ჩვენი ოჯახების უმეტესობის შემოსავლებიდან, თვიური შემოსავლიდან თითქმის ნახევარი, ზოგ ოჯახში მეტი, ზოგში ნაკლები ხარჯება კვებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს და მთავარი პრობლემა ეგ არის, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ანუ ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ფიზიკურად რამდენად ხელმისაწვდომია ჯანსაღის საკვები. აგარ როგორც ჩვენ ალბათ დამეთანხმებით, როგორც მომხმარებლებს, ხშირად გვიწევს ვეძებოთ დაუშვათ სულთა მეგრული სულუგუნისყვები, რომელიც ჩვენი რეგიონი ამის სამშობლოა და თითქოს აქ პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ რეალურად ვიცით, რომ საზღვარს გადმოკვეთს საოცრად დიდი რაოდენობით რძის ფხვნილი და სხვა მსგავსი მასალები და ხშირად ადგილზე არ იწარმოება იმდენი, რომ ჩვენი საჭიროებები დაკმაყოფილდეს. მე ისტორიას გავიხსენებ 19 საუკუნეში, აი საინტერესო ის არის წარმოშობა მარგარინისა. როცა ნაღების კარაქი დეფიციტში აღმოჩნდა, ნაპოლეონ მესამემ საფრანგეთის იმპერატორმა კონკურსი გამოაცხადა ალტერნატივის მოსაძებნად, თუ რა გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო და ერთ-ერთმა მეცნიერმა შექმნა ესეთი შეხედულება წამოაყენა, რომ მცენარეული ზეთი შეიძლება წყალბადით გაჯერდეს და მკვეთრ მასაში გადავიდეს და ასე იქნა გამოგონებული და მიღებული მარგარინი, რომელიც საერთოდ არ არის რძის პროდუქტი და რძის ნაწარმი და არის ტრანსხემი. შაქრის ინდუსტრიამ როცა გაიგო ეს მონაცემი და ეს ინფორმაცია, თავარ მტრად ადამიანის ტრანსხემი გამოაცხადა და ყურადღება გადავიდა შაქრის მავნებლობიდან ტრანსხემების მავნებლობაზე და შაქარი და შაქრისშემცველი ტკბილეულები უფრო რეკლამირებული იყო. მარკეტინგი და რეკლამა არის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ბავშვების არჩევანის და ბევრი სახელმწიფო მავნე ნივთიერებების რეკლამირებაზე შეზღუდვებს აწესებს და სახელმწიფო უნდა ჩაერიოს გარკვეული ჯანსაღი პროდუქტები, უნდა წაახალისოს ნაკლები გადასახადით, მავნე ნივთიერებების შემცველ საქონელს პროდუქტს სურსაც პირიქით უნდა გაუზარდოს გადასახადი და შეზღუდოს მისი რეკლამირება და ბევრი სხვადასხვა საკითხია, მაგრამ მთავარი არის გაცნობიერება და განათლება. თუ თვითონ ადამიანს არ აქვს იმის შეგნება და იმის ცოდნა, თუ როგორ უკავშირდება, რასაც მიერთმევს მის ჯანმრთელობას, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, ჩვენ საშუალოდ 10 წლით ნაკლებს ცხოვრობთ ამჟამად, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, თუნდაც ევროპულ ქვეყნებში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღით კვების იმჩვევების დაცვა, რასაც ჩვენ ექიმები და სპეციალისტები გვირჩევენ. ცხადია და მე წინა გადაცემაშიც აღვნიშნე და ვთქვი, სწორი ინფორმაცია და რა თქმა უნდა ფერმერების კეთილსინდისიერება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ესე ვერ გააკონტროლებთ, ნდობის ფაქტორიც უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში ასევე ძალიან გაცილებით ძვირი ღირს ჯანსაღი პროდუქტი და სამწუხაროდ ძნელად თუ მოიძებნება. ამიტომ მოსახლეობამაც უკაცრად გეჭრებით. მოსახლეობამაც უნდა შეიძინოს კვებითი პროდუქტები არა ქუჩაში და ისეთ დაუცველ გარემოში, არამედ მარკეტებში და თქვათ ისეთ ისეთი კვების პროდუქტი ისეთ დაწესებულებებში, სადაც კონტროლდება, მინიმალური კონტროლი მაინც არსებობს ხორცის, თევზის, რძის ნაწარმი. ჩვენთან არის ისეთი ადგილები, სადაც ქუჩაში ძალიან მრავლად უდევთ ეს პროდუქცია და აბსოლუტურად უგულებელია ნებისმიერი ეს ჰიგიენის და რა ვიცი, უსაფრთხოების წესი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჯანსაღი კვების კომპონენტშიც რა თქმა უნდა. სურსაც აქ თითოეულ სურსათს აქვს ეტიკეტი და სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხრილების სახით არის ხშირად გამოხატული ენერგეტიკული ღირებულება ქვია, ანუ რამდენ კალორიას იღებს
ამ პროდუქტიდან ადამიანი და მეორეს ქვია კვებითი ღირებულება. ანუ რას საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და ხშირ შემთხვევაში მითითებულია ნორმები დღეღამური მოხმარების, რომ ადამიანმა ჭარბა და არ მოიხმაროს, რამდენადაც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება დოზირებულად და ზომიერად ეს საკვები ნივთიერებები, ზედმეტი მოხმარებისას ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. დიახ, და სამწუხაროდ მხოლოდ ვადებს ვაკვირდებით მეტი წილი და არა ამ ასე ვთქვათ გრაფებს და შემადგენლობას და რამდენად სასარგებლოა და რას შეიცავს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან გაგვიზიარეთ ინფორმაცია, გააცანით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ როლს თამაშობს მსგავსი გადაცემები ადამიანის ცხოვრებაში, იმის რომ იყვნენ ჯანმრთელები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ გახლავთ და ალბათ კი არა ასეა ჯანსაღი კვება. დაგემშვიდობებით. აქვე ძალიან მოკლედ ჩვენს მსმენელს შევახსენებ. კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრებს. დღეს ჩვენ განვიხილეთ ჯანსაღი კვების ისტორიული, სოციალური და მედიცინური ასპექტები. გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი კვება არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობის გასაღებიც. ამიტომ აუცილებელია გქონდეს სწორი ინფორმაცია და შემდეგ უკვე გქონდეს იმისი უნარი, რომ გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია სწორად. აქვე შეგახსენებთ, დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ჯამბულ ნაჭყებია, ისტორიკოსი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტის კოორდინატორი და თეა ხარბედია, თერაპევტ კარდიოლოგი. ასევე აქვე მოკლედ ამ გადაცემებს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აიბ სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უვნებლობის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულად პასუხისმგებელია აიპ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მე გადაცემის წამყვანი სოფია ხუსიშვილი ვარ. შაბათამდე დაგემშვიდობებით, ისევ შევხვდებით ახალი გადაცემით, ახალი სტუმრებით 18 საათსა და 18 წუთზე ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.